მოგესალმებით, დღეს ვისაუბრებთ ქრისტეს მხედრებზე. ქრისტიან წმინდანთა შორის ბევრი მეომარია, რომელსაც ეკლესია ქრისტეს წმინდა მხედრებს უწოდებს. საქმე ის არის, რომ რომის იმპერიაში წარმართი იმპერატორების დროს ძალიან გავრცელდა ქრისტიანობა და არაერთი მეომარი გახდა ქრისტიანი. მათ შორის ზოგი ძალიან ცნობილია ჩვენთვის, როგორიც არის წმინდა გიორგი, რომელიც არის უბრწყინვალესი აი ამ მხედრებს შორის თავისი ღვაწლით, თავისი ღვთისადმი ერთგულებით, სიყვარულით და იმ სისრულით, აი ამ თავისი მსხვერპლშეწირვის და მოწამეობრივი ღვაწლით, რომელიც მან აღასრულა. მაგრამ არიან უფრო ნაკლებად ცნობილი მხედრები, რომელთაც არანაკლები ერთგულება გამოიჩინეს ქრისტეს მიმართ. მათი ცხოვრება ზოგჯერ რამდენიმე ფრაზაშია გადმოცემული, მაგრამ იმდენად ემოციურია და იმდენად გვიჩვენებს მათ აი საღვთო შემართებას და მხნეობას, რომ ღირსნი არიან, რომ ისინიც მოიხსენოთ აი ამ ცნობილ მხედრებს შორის. ერთ-ერთი მათგანი არის წმინდა მარინი, რომელიც გამორჩეული იყო თავისი გვარიშვილობით, სიმდიდრით და როდესაც დადგა დრო, რომ ის უნდა დაეწინაურებინათ და ოფიცრობის და თავარსარდლობის პატივი უნდა მიეღო, აი ამ რიტუალში შედიოდა ისიც, რომ მას უნდა შეეწირა მსხვერპლი კერპებისთვის. აი მაშინ მარინმა განაცხადა, რომ ის იყო ქრისტიანი და მას მოუწია არჩევანი. ან უნდა აერჩია ჭეშმარიტი სარწმუნოება, ან უნდა აერჩია მიწიერი მეფის სამსახური. და აი მაშინ მარინმა აარჩია ჭეშმარიტება და სულის უკვდავება ირჩია და იგი გახდა წმინდა მოწამე. არის კიდევ სხვა ქრისტიანი მხედრები, რომლებიც ეწამენ მაქსიმიანეს დროს, დიოკლეტიანეს დროს, ეს არის მხედარი მარკელე, მხედარი ურპასიანე და კიდევ არაერთი, რომელთაც აი პირდაპირ იხსნიდნენ ხოლმე თავის სამხედრო კამარს იმპერატორის წინაშე და ეუბნებოდნენ საოცარ სიტყვებს, რომ თუ არ შეიძლება ერთდროულად ვიყოთ იმპერატორის მხედრებით და ქრისტეს მხედრებით, ჩვენ ქრისტეს ვირჩევთ. აი ესეთი საოცარი მხნეობა გამოიჩინეს მათ და არის კიდევ ერთი ისტორია, სადაც მოთხრობილია მხედარ ორესტის შესახებ. იმპერატორ დიოკლეტიანეს და მაქსიმიანეს დროს იყო ერთი მხედართმთავარი ლისიუსი, რომელიც ჩავიდა ერთ-ერთ გარნიზონში სამხედრო მომზადების შემოწმების მიზნით და იქ გამოარჩია ერთი მხედარი სახელად ორესტი, რომ ორესტი ყველას აღემატებოდა თავისი აღნაგობით, ახოვანებით და ასევე სამხედრო ძლიერებით. ლისიუსმა შეაქო ის, გამოიწვია საერთო ჯარიდან და ყველას დასანახად, ყველას მოუწოდა, რომ მიებაძათ მისთვის აი ამ სამხედრო შემართებაში. და შემდეგ უბრძანა, რომ აი ამ მეომრების დასანახად მიზანში ესროლა შუბი. როდესაც ორესტიმ შუბი ისროლა, აი ამ მკვეთრი მოძრაობის გამო, მას ჯვარი გამოუჩნდა და მაშინ ყველამ დაინახა, რომ ის ქრისტიანი იყო. ისის გაუპირდა და შემდეგ განრისხდა და კითხა, ნუ თუ შენს ჯვარცმულ ქრისტეს ცემ თაყვანს. და მაშინ ორესტიმ მხნედ უპასუხა, მონავარ ჯვარცმულისა უფლისა ჩემისა იესო ქრისტესი და მის ნიშანს ვატარებ, რათა დაცულ ვიყო ბოროტის მანქანებისაგან. აი მისი მიბაძვით მართლაც მოხდა ის, რომ არა მარტო სამხედრო ძლიერებაში და ახოვანებაში მიბაძეს მას დანარჩენმა მხედრებმა, არამედ ქრისტეს აღიარებაში და ისინიც ორესტისთან ერთად ღირსი გახდნენ, რომ მიეღოთ მოწამეობრივი გვირგვინი. არაერთი მხედარი გაბწყინდა მოწამეობრივი ღვაწლით აი ამ წარმართი იმპერატორების მეფობის დროს. აი მათი წამების დროს ხშირად ეუბნებოდნენ ხოლმე იმპერატორები, რომ შეიბრალეთ თქვენი ახალგაზრდობა, არ გებრალებათ თქვენი თავი, არ გინდათ რომ იცოცხლოთ და ისინი პასუხობდნენ, დიახ, ჩვენ თავი რო გვებრალება და თავი რო გვიყვარს, სწორედ ამიტომ არ ვაღიარებთ ცრუ ღმერთებს და დავრჩებით ერთგულები ქრისტესი. ასევე იყო შემთხვევა, როდესაც ეუბნებიან ერთ მოწამეს, რომ ხედავ, რომ მტკიცედ გადაგიწყვეტია სიკვდილი. მან კი უპასუხა, მე გადავწყვიტე, რომ საუკუნოდ ვიცოცხლო. არაერთი წმინდა მოწამე მეომარია ცნობილი საქრისტიანოს ისტორიაში, მაგრამ მათ შორის განსაკუთრებით გულისშემძვრელია თებეს ლეგიონის ისტორია. თებეს ლეგიონში 6500 მეომარი მსახურობდა და მათი მთავარსარდალი იყო მავრიკიუსი. ერთ-ერთ წარმართულ დღესასწაულზე მავრიკიოსმა უარი განაცხადა მსხვერპლის შეწირვაზე და მაშინ გაირკვა, რომ ის ქრისტიანი იყო. და წარმართებმა ასევე გაარკვიეს, რომ თურმე მთელი ლეგიონი
ყოფილა ქრისტიანი მეომრებისაგან შედგენილი. ამან საოცრად შეაშინა ისინი და პირველ ეტაპზე შეშინდნენ, რომ ისინი სიკვდილით დაესაჯათ. ჯერ გადაწყვიტეს ყოველი მეათე დაესაჯათ სიკვდილით. შემდეგ როცა ნახეს, რომ ეს ჯარისკაცები შვიდად, ცხრებივით, მორჩილად იდგნენ, არ აპირებდნენ შეწინააღმდეგებას, არამედ პირიქით სიხარულით მიდიოდნენ ქრისტესთვის სიკვდილად, აი მთელი ლეგიონი ესე ამოჟლიდეს და ასე იქცა მიწიერი ლეგიონი ქრისტეს ზეციურ ლეგიონად. თებეს ლეგიონის მსგავსად სხვა უამრავი მხედარი, ქრისტეს მხედარი მკვიდრობს ზეციურ საცოფელოში. ზოგიერთი მათგანის სახელი ჩვენთვის ცნობილია: წმინდა თეოდორე ტირონი, თეოდორე სტრატილატი, წმინდა დიმიტრი თესალონიკელი. ყველამ ვიცით 40 სებასტიელი მოწამე, რომელიც ეწამა ყინულოვან ტბაში სებასტიაში და როგორ გაფრინდნენ ისინი ღვთისმადლით და როგორ დაადგათ ზეციური გვირგვინები ჯერ კიდევ ამქვეყნიური მათი მოღვაწეობის დროს. ესენი ყველანი ქრისტეს წინაშე გაბრწყინებულები არიან და მათი სახელები ჩაწერილია ციცოცხლის წიგნში. სულ ერთია ჩვენ ვიცნობთ ყველას თუ არ ვიცნობთ, უფლის წინაშე ყოველი მათგანი აღწერილია. ქრისტეს მეომართა თავდადება და ღვაწლი განსაკუთრებული მაგალითი იყო ქართველებისთვის, როდესაც ჩვენი სამხედრო ძლიერება და შემართება ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ განუწყვეტელი ომებისა და თავდასხმების გამო, რომელსაც საქართველო განიცდიდა მთელი აი საუკუნეების განმავლობაში. და იყო არაერთი შემთხვევა, რომ ქრისტეს მეომრები ხილული სახით ეცხადებოდნენ ქართველებს და შეეწეოდნენ ხოლმე თავიანთ ამქვეყნიურ ომებში. ეს იყო ყველასთვის ცნობილი დიდგორის ბრძოლა, როდესაც წმინდა გიორგი დავით აღმაშენებლის თმელთან ერთად წინ უძღოდა ქართველ მეომრებს და მუსყავრებდა ამ მტერს. იყო ასევე კახეთის დიდი აჯანყება, როდესაც ბახტრიონის ციხის აღებისას წინ უძღოდა წმინდა გიორგი ქართველთა ლაშქარს და ასევე ალავერდის ტაძრის გარშემო ბრძოლებში ხედავდნენ, როგორ სერავდა ზეცას წმინდა გიორგი და როგორ შეეწეოდა ქართველებს ურჯულოთა წინააღმდეგ ბრძოლაში. წმინდა გიორგი მარადიული მეოხეა საქართველოსთვის და ასევე აგრძელებს მის მეოხებას დღემდე. და ყველა მათგან შეეწილა, ვინც მისი მსასოებლები ვართ.